შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ხრმა დააქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ხრმა დააქვს საღამოშვიდობისა პავიცემო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში დღევანდელი ჩემი გადაცემა მინდა დავიწყო იმით რომ უფრო კარგად და ნათლად ჩანს თუ რამდენად უნდა ვიყოთ დამოკიდებულები საკუთარ თავზე ყოველგვარ აი ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში მსოფლიო პოლიტიკურ ქარტეხილებში რაც ევროპაში გუშინ მოხდა ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არ იყო მხედველობაში მაქვს ელექტროენერგიის გათიშვა ფაქტიურად მთელი ევროპის ტერიტორიაზე და თქვენ ნახეთ როგორ გადაყვა ფაქტიურად 8 საათი 9 საათის განმავლობაში მთელი ევროპული კონტინენტი იყო გათიშული იყო ბანკები კრედიტ კარტები ვერ ხმარობდნენ ადამიანები ვერც ბანკომატებიც გაითიშა მოკლედ ქაოსი იყო სასწაული საშინელი ქაოსი იყო და რა თქმა უნდა ესეთი რაღაცეები შეიძლება კიდე უფრო ხშირად და ხშირად ვიხილოთ სოფლიოში და ამიტომ ვფიქრობ რომ ჩვენ რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულები ამ ყველაფერზე და ჩვენ სუვერენულ ესე ვთქვათ, რაღაც თავდაცვის მექანიზმებს შევქმნით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება. მე შემთხვევით არ მიხსენებია წინა გადაცემაში ორბანი და მისი მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გაამყარა, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, რომ ნაღდი ფული არასოდეს არ აიგრძელება უნგრეთში, რაც არ უნდა მოვლენები განვითარდეს მის ტერიტორიაზე და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სუვერენული ნაბიჯია, პატრიოტული ნაბიჯია პირველ რიგში, გადაეფარა ფაქტიურად ორბანი თავის მოსახლეობას, თავის ხალხს და ეს შემთხვევით არ ხდება. დღევანდელი ჩემი სტუმარი ირაკლი გოგავა იქნება და ზუსტად დიდი მადლობა ირაკლი რომ მოხვედი და ზუსტად აი ამ თემით მინდა დავიწყო შენთან საუბარი. აი რატო მიიღო ორბანმა ეს გადაწყვეტილება და რა საშიშროებას დაუშვათ ელის ამ შემთხვევაში კონკრეტულად უნგრეთს და საერთოდ მსოფლიოში რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს რომ აი ესეთი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა ქვეყნებისთვისაც კი. მოგესალმები გია, მევესალმები მაყურებელს. ეს ენერგეტიკული ეგრეთ წოდებული ბლეკაუტი ევროპაში სიმპტომატურია, იმიტომ რომ ენერგეტიკულად ძალიან უჭირს ევროპას. ჩემი დისერტაცია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხზე მაქვს დაცული და შესწავლილი მაქვს ერთ-ერთი თავი ევროპას მიუძღვენი და თავარი სისუსტე ევროკავშირის ეკონომიკური კუთხით ეს არის იმპორტზე დამოკიდებულება, ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება, ის იქნება რუსეთიდან გაზი, თუ ნავთობი უცხო ქვეყნებიდან და ასე შემდეგ. სიმპტომატურია, იმიტომ რომ სიმძლავრეები გადავიდნენ განახლებად ენერგიაზე დიდწილად, ქარის, მზის ენერგიაზე, რომელიც არ არის სტაბილური. ხო, გერმანიამ ატომი. და არც საკმარისია. რა თქმა უნდა. თან პიკურად სეზონურიც არის, პიკურიც არის, ესე ქარი როცა არის გაჩერებულია, ხო დაუშვათ. მზე როცა არ მუშაობს, ამიტომ და გერმანიამ გააჩერა რამდენიმე ატომური სადგური. ხო, ეხლა მთელი ევროპა დღეს არის ჩამოკიდებული ძირითადად საფრანგეთის ატომურ ელექტროსადგურებზე.
საბოლოო ჯამში ალბათ მიხვდებიან, რომ ეს არასწორი გზაა და დაიწყებენ გამოსავლის ზებნას, ოღონდ ამით იზარალებს ევროპული მრეწველობა, გერმანიის მრეწველობა უკვე ზარალობს, იმიტომ რომ რუსეთის იაფი რესურსები დაკარგეს და ელექტროენერგია გაძვირდა მრეწველობისთვის, რაც იწვევს იმას, რომ გადიან ქარხნები. ამერიკაში გადადიან, ჩინეთში გადადიან, სხვა ქვეყნებში, ინდოეთში, სხვა ქვეყნებში. თუ ეს პროცესია, სხვათა შორის ჩვენს ალბათ ეხება საქართველოშიც ვიღაცები მოვიწვიოთ ხო, მაგალითად გერმანული ავტომატიკის მწარმოებელი და მანქანადანადგარების, რატომაც არა. შესაბამისად, ბევრი წლები გავა, ვიდრე ევროპამ თავის ენერგეტიკულ სიტუაციას გამოასწორებს და თავარი ეს აქვთ ამ კლიმატურ დღესასრიგზე საგებული. CO2 ემისიის ნულოვანი ზღვარი უნდათ რომ როდესღაც მიაღწიონ მომავალში. რაც პრინციპში თითიდან გამოწოვილია, იმიტომ რომ ეს თუ დათბობა არსებობს, ის არ არის ადამიანის მიერ პროვოცირებული, ეს არის დედამიწის ციკლები და ასე იყო ისტორიულად, ხან შედარებით თბილოდა, ხან ციოდა და ხა ადამიანის ზემოქმედება შესაძლოა იყოს, მაგრამ 0.00 რაღაცა პროცენტი. Ну, კარგი, მეორე საკითხს რაც შეეხება, ესეც ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, რომელზეც დიდი შაბაასი მიდის სოფლიოში, ინტელექტუალურ ელიტაში, ბევრი ვინც ერკვევა ამაში და კარგია რომ ეს საკითხი წამოწია. რატო არის ზოგადად არსებობს შიში იმისა, რომ ნაღდი ფული გაუქმდეს. არსებობს ესეთი პროგრამა, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის პროგრამა. ეს არის ეგრეთ წოდებული ინგლისურად არის CBDC, რომელიც ამას ევროკავშირის და გლობალისტების მმართველი ელიტები ავრცელებდნენ და ქვეყნებს, რომელთაც აქვს ურთიერთობა დაუშვათ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ან წევრი, ან სხვა მსგავსი ფორმალური ურთიერთობა, ავალდებულებენ ან რეკომენდაციის სახით, ან ავალდებულების სახით ეუბნებიან, რომ თქვენს შეიმუშავეთ ციფრული ვალუტა. სხვათა შორის საქართველოს ეროვნულ ბანკს მუშავია ამაზე და გარკვეულწილად გამზადებულია და ერთ-ერთი ციფრული ვალუტა Ripple-ზე არის მიბმული ქართული ეროვნული ციფრული ლარი. ეხლა შიშები რის გამომდინარეობს, იმიტომ რომ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ გაციფრულდება და ნაღდი ფული იქნება ციფრული და ნაღდი ფული აღარ გაქრება. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი უკვე ხელისუფლებას მართველ ვინც იქნება მართველი, იქნება ეს გლობალური მართველი თუ ადგილობრივი მართველი, შეეძლება ადამიანის უფლებები შელახოს. რა თვალსაზრისით, მაგალითად გია გაჩეჩილაძე გამოდის რაღაცა ისეთი აზრით, რომელიც ხელისუფლებას არ მოსწონს და ერთ ღილაკს კომპიუტერზე დააჭერენ და გაგითიშავენ ციფრულ საფულეს. ვერც იყიდი, ვერც გაყიდი, როგორც ბიბლიაში. ანუ იგნორირება ადამიანის, იზოლირება აი ამის შიშები არსებობს. და მართლაც ეს საფრთხე რომ დაუფიქრდე და გაანალიზო, მართლაც არის. ეხლა გასაგებია რომ ეს უნდათ მეტი კონტროლისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რომ მეტი კონტროლი იყოს, პრობლემები არ კონდეს, ოპოზიცია არ იყოს, სხვა აზრი, დისიდენტური აზრები ჩაახშონ. ხო, საბოლოო ჯამში მეტი ძალაუფლების ქონა. მაგრამ ყავს ამას დიდი ოპოზიციაც. მაგალითად, ეს არის ორბანი, როგორც შეგახსენე, რომელმაც მიიღო ეს ნორმატივი. და მაგალითად ტრამპი, რომელმაც ერთ-ერთი დეკრეტი, რომელიც გამოსცა პირველივე დღეებში თავისი პრეზიდენტობის, იყო რომ აკრძალა ეს ციფრული ვალუტის შემოღება, რომელიც ფედერალურ სარეზერვო სისტემას უკვე მომზადებული ჰქონდათ ამერიკაში ციფრული დოლარი. ჩინეთში იყო ამის სატესტო პერიოდი ჩატარებული, სხვადასხვა ქვეყანაში ტესტები გაიმართა. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის გლობალური. ეხლა რას აპირებს ტრამპი? ტრამპი აპირებს, რომ საერთოდ ფედერალური სარეზერვო სისტემა შეზღუდოს მაქსიმალურად, თუ თლად არ გააუქმა. იმიტომ რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა 1913 წლიდან, როდესაც კერძო ბანკებმა ეს შექმნეს და მდიდარმა დინასტიებმა და ოჯახებმა, იმის მერე რამდენიმე ტალღად კიდევ უფრო გაიზარდა უფლებამოსილებები.
ეს და ბოლო ერთ-ერთი ასეთი იყო 2008-9 წლის კრიზისის დროს, როდესაც უზარმაზარი ფინანსები მიიღეს და ესე იგი მაგალითად განუზომლად გაიზარდა ამერიკის ვალი 36 ტრილიონია უკვე, რომლის მარტო პროცენტის მომსახურება მხოლოდ ძირის გარეშე წელიწადში აი მომავალ წელს მაგალითად დაუждდება $1 ტრილიონი პროცენტის გადახდა ამერიკის ფედერალურ ბიუჯეტს. აქედან დიდი ნაწილი არის სწორედ ცენტრალური სარეზერვო სისტემის მიმართ. მოკლედ ამ სისტემის შეცვლა უნდა ტრამპს და ციფრული ფულის აკრძალვა და აკრძალა უკვე მისი შემოღებაც კი, ისევე როგორც ორბანმა დაიცვა ნაღდი ფული, ოღონდ ტრამპი აკეთებს ეგრეთ წოდებული ტექნოკრატიაზე ფოკუსს და რა გააკეთა. ესე იგი ციფრული პლატფორმები რაც არსებობს, ეს არის PayPal-ის სისტემა, ეს არის Elon Musk-ის X-ი, Facebook-ი, აი ეს ტექნოლოგიური კონგლომერატი გააკეთა და მას სურს რომ არა ციფრულ ვალუტაზე იყოს, არამედ აი ბიტკოინებზე და რაღა ესეც ციფრულია, მაგრამ ნუ ეს იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ იქ კონტროლი და რაღაცა ვერ კონტროლდება, ხო? ისე ხო. და ამ თვალსაზრისით გამოაცლეს ხელს ფულის ემისიის ცენტრებიდან, რომელიც არის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფრანკფურტში ევროს ბეჭდავენ, ხო? ლონდონში ფუნდს ბეჭდავენ. აი ამათ ნელ-ნელა გამოაცლეს სადავეებს, ანუ ფულის მოძრაობა გადმოვა უფრო აქეთ. და ნუ ნაღდი ფულიც არა იგზალება, ისიც იქნება, ესეც იქნება და სამივე კონტური იმუშავებს ასე ვთქვათ. აი ეს მოკლედ ახლა როგორ მოქმედებენ? არსებობს გია 22 წელს კონსერვატორების ინტელექტუალური ელიტა დაждდა, შეიკრიბა დაახლოებით 400 ადამიანი და შეიმუშავეს რა უნდა გააკეთოს მომავალმა კონსერვატორმა პრეზიდენტმა ამერიკის. როგორ უნდა დაამარცხოს ეს ულტრალიბერალიზმი, რომელიც ამერიკაშია, ხო, გლობალიზმი, რეფორმა ჩაატაროს, deep state-ი როგორ დაამარცხოს, ეს ყველაფერი დაწერილია. 922 გვერდიანი ნამუშევარია გამოქვეყნებული, საჯაროა. უფრო დიდი მისი არის კონფიდენციალური ნაწილი, სადაც უკვე დეტალებზეა საუბარი და აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება. საგარეო პოლიტიკა, სტრუქტურები, ფედერალური სარეზერვო სისტემა, ეს თუნდაც უკრაინის ომიც არის აღწერილი. და რეკომენდაციები რა უნდა გაკეთდეს. ეხლა ეს ერთ წელიწადში და რამდენიმე თვეში იქნა შემუშავებული, ამაზე დაიხარჯა $22 მილიონი და ამის ერთ-ერთი ესე იგი ლოკომოტივი იყო არის ამერიკაში ესეთი კონსერვატორული პლატფორმა Heritage Foundation. ანუ მემკვიდრეობის ფონდი, ასე ქართულად რო თარგმნოთ. ეს არის ერთ-ერთი კონსერვატორული ორგანიზაცია და როგორც ამბობენ, რამდენიმე ავტორი ყავს, ახლა 400 ავტორი ყავს ამ დოკუმენტსა. ესე იგი პროექტი 2025 ეს არის ის გეგმა, რომელსაც ტრამპი რეალურად მიუყვება, ხო? ტრამპს როცა კითხეს, რომ ეს გეგმა ეს არის თქვენი გეგმა, ტრამპა უარყო, მაგრამ რეალურად აკეთებს. და საინტერესოა ახლა ვისაც აინტერესებს ახლა საქართველოში შეუძლია შევიდნენ, ინტერნეტში არის საჯარო ვერსია ამის. რა თქმა უნდა, კონფიდენციალური არ არის, მაგრამ იქაც საკმაოდ გასაგებია ორიენტირები, ანუ შეგვიძლია გამოუთვალოთ ალგორითმი, რა მოყვება მომავალში, რა ნაბიჯებს გადადგამს. ის ტარიფების ომის ავაჭროები, რაც წამოიწყეს, ესეც იქ აღწერილია, პრობლემატიკა აღწერილი და ასე შემდეგ. და ნუ ეს ნაღდი ფული, CBDC, ციფრული ვალუტა და ესენი ამის რა თქმა უნდა ნაწილია. ტექნოკრატიას რაც შეეხება, იქ საერთოდ ტრამპის უკან დგანან იდეოლოგებიც კი. აი ორი პერსონაჟია ძალიან საინტერესო პროფესორები, ორივე. ერთი არის ბრიტანული წარმოშობის ნიკ ლანდი, რომელიც შანხაის ცხოვრობს ახლა და მეორე არის კურწის იარვინი. აი ესენი ამბობენ, რომ დემოკრატია მოჭამა თავისი, უკვე დისკრედიტირებულია სრულად დემოკრატიული სისტემა, ასე ჩვენ ვერ განვითარდებით, ხალხისთვის ეს არის საზიანო. და საჭიროა ტექნოკრატიული მართლობა. აი იარვინი იძახის, რომ ტექნოკრატიული მართლობა საჭიროა, ანუ იქ ციფრული პლატფორმები, მთავრობის მინიმალიზაცია, რასაც ნაწილობრივ ტრამპი ყოველ შემთხვევაში ნიშნები არის იმის და აი ნიკლანდი ამბობს, რომ უფრო ეფექტური იქნება დაუშვათ ამერიკისთვის ჩინური მოდელი, ანუ მონარქია.
და არისტოტელეც მონარქიას მიიჩნევდა საუკეთესო, ერთ-ერთ საუკეთესოს. ესე იგი, არისტოტელე მაგალითად მართვის ფორმებს როცა განიხილავს თავის ნაწარმოებში პოლიტიკა, ამაზე უკეთესად არავის არ დაუწერია, ეს რო გვესმოდეს. ამბობს, რომ არის სამი ფორმა, რომელიც კარგია ხალხისთვის, ეს არის მონარქია, არისტოკრატია და პოლიტია. და არის სამი ფორმა, რომელიც ცუდია ხალხისთვის, ეს არის ოლიგარქია, ეს არის დემოკრატია და მესამე აღარ მახსოვს. ეს ოლიგოპოლიაში, აღარ მინდა მოვიტყო. ამიტომ დემოკრატია არისტოტელე მიიჩნევდა, რომ არ არის ყველაზე კაი ფორმა ხალხისთვის, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ის გადადის ოლიგარქიაში. ეს მონოპოლიზაცია ხდება, გამდიდრება, გამსხვილება, კარტელები, ასე შემდეგ, რასაც ვადვენ ჩვენთანაც ხდება. დემოკრატიაზე ერთი ანეკდოტი გამოსცედა. ერთს ეკითხებიან, დემოკრატია რა არისო და დემოკრატია ის არის, როდესაც სამი არჩევანი გაქვს. ერთი კი არა, სამი არჩევანია. პირველი შენ ირჩევ პრეზიდენტსო, მეორე შენ ირჩევ პარლამენტსო და მესამე შენ ირჩევ ქვეყანას, სადაც უნდა გაასწრო ამ შენს არჩეულ პრეზიდენტს და პარლამენტსო რა. დაახლოებით ეს არის სამი არჩევანის. ამიტომ მოკლედ რა მინდა ვთქვა, რომ ინტელექტუალები ეძებენ გამოსავალს რა, იმიტომ რომ რაც არის ეს ხო მართლაც არ არის ახლა ის დემოკრატია, რასაც წიგნებში გვიყვებიან ან ტელეეთერებიდან, ხო? რეალურად ეს არის მდიდარი კლასის მართლობა, ფასადური დემოკრატიის პრინციპებით შენიღბული, კლასიკური ოლიგარქია ახლა ამერიკა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, გინდა ევროკავშირი, ევროკავშირის პროექტი საერთოდ ოლიგარქიულია, სუპერმდიდრებმა შექმნეს ეს ევროკავშირი და ახლა უნდა ევროკავშირი მთელ იუდო-ქრისტიანულ სივრცეზე განავრცონ. მაგრამ გათვლებში ერხევათ და განვრცობის მაგივრად თვითონ ეწყებათ ეს ცენტრიდანული აჩქარება და ბზარები უკვე გაჩნდა. მე ვფიქრობ, რომ 60 წელიწადში ევროკავშირი დაიწყებს. ირაკლი, რა მაინტერესებს, იცი, ხშირად მიფიქრია ამ თემაზე რა, რომ ჩვენ თვითონ ჩამოყალიბებული ვართ, რომ რა გვინდა ჩვენ ქვეყანაში, როგორი ქვეყანა გვინდა იყოს, ხო? ზოგი იძახის, რომ დაუშვათ სოციალისტური და უფლებებზე ლაპარაკობს, იქ შრომელების უფლებები, ასე შემდეგ. პრინციპში რაც საბჭოთა კავშირის დროს გაიარა რა ქვეყანამ რა და არის კიდე რომელიც იძახის, რომ ეს ქვეყანა კაპიტალისტური უნდა იყოს და რა თქმა უნდა ამ საბოლოო ჯამში ხო პრინციპში ის კაპიტალისტური ქვეყნები რომლებიც უკვე სოციალისტურებად იქცნენ და დაუშვათ მხედველობაში მაგ დაუშვათ აი ესეთი ქვეყნები როგორებიც არის დაუშვათ ნორვეგია, როგორებიც არის შვედეთი და ასე შემდეგ ხო ეს ამ ქვეყნებში სოციალიზმი მოვიდა განვითარებული კაპიტალიზმის მერე. ხო, პრინციპში ეს დოვლათი რომელიც შექმნეს რა, შექმნეს კერძო სტრუქტურებმა და შემდეგ გადაანაწილეს ეს დოვლათი უფრო ხო და შეიძლება დაუშვათ ისე რომ აი ჩვენაირ განვითარებულ ქვეყანაში დღეს სოციალიზმზე ლაპარაკი, როდესაც დაუშვათ ეს დოვლათი არ იქმნება ესმის უფრო დაუშვათ წახალისება შეიძლება მოხდეს იმისი რომ დაუშვათ დოვლათი შეიქმნას, მაგრამ ამას დრო ჭირდება და ამას მუშაობა ჭირდება, რომ ისე რომ პირდაპირ სოციალიზმზე გადავიდეს ქვეყანა და სოციალისტური გახდეს. აი რა ვიცი, ამაზეც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული ქვეყანა, რა ქვეყანა გვინდა და რა უნდა იყოს, ხო? კი, გეტყვით, აი 10-იანში გაარტყე ახლა მაგ კითხვით ჩვენ რა თქმა უნდა სოციალიზმზე ლაპარაკი შეგვიძლია, მაგრამ ქმედებებში ეს ვერ აისახება. ფრაგმენტულში კი ბატონო. ეხა თუ თავარი არის რომ გვესპოდეს რომ ჩვენ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში რეალურად ფუნქცია არ გვაქვს. მოგცეს ეს ვითომ გადმოგვიგდეს რაღაცა სატრანზიტო თემა, ისიც არ არის გლობალური 20-30 მილიონი ტონა თვერთი აქეთ-იქით არაფერი არ არის. მოგცეს ეს ტურიზმი, რომელიც ისედაც გქონდა ადრე. რეალურად არ მოგცეს ნიშა რა, პირდაპირ ვთქვათ. პირველი პრობლემა ეს არის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ საერთაშორისო შრომის დანაწილებაში ჩვენი ფუნქციის მიღება. მეორე, ეხლა სოციალისტური მიდგომა რას ნიშნავს, რომ ქვეყანას რაც გააჩნია ბუნებრივი რესურსები და ის რაც ღმერთისგან არის მოცემული, რომ თანაბრად გადაანაწილო. ხო, პლუს ამას ზედნაშენი არის, რომ შემოსავლები რასაც ღებულობს ხელისუფლება გადასახადების სახით, ისიც თანაბრად გადაანაწილოს სხვადასხვა სფეროზე. ყველა სფეროს რა თქმა უნდა ეს არ ყოფნის, მაგრამ ჩვენთან ჯინის ინდექსი არის არც თუ ისე სახარბიელო. ეს ჯინის ინდექსი არის
შემოსავლების სამართლიანად გადანაწილება. ეხლა ნახე რა ხდება. დასაქმებული არის 100,000-ობით ადამიანი, ხო? დასაქმებულთა თითქმის ნახევარი იღებს 1000 ლარს და ნაკლებ ხელფასს. ნუ ფაქტურად ცხოვრობს სიღარიბეში. არის სიღარიბის ორი დეფინიცია, ხო? ერთი აბსოლუტური სიღარიბე და არის სიღარიბე. ნუ შედარებით ლაი. ფაქტობრივად სრული უსამართლობა რა თქმა უნდა. ახლა შენ თუ გინდა რომ გამოასწორო სოციალური სამართლიანობა, შენ მაშინ და ბეგრავ ამას 1000 ლარიანი ხელფასი და 300 ლარიანი ხელფასი ვისაც აქვს, იგივე პროცენტით იბეგრება, რაც 20,000 ლარიანი ხელფასის პატრონი, ხო? აი ეს რა თქმა უნდა უსამართლობა. აი ესეთი ფრაგმენტული ღონისძიებები შეუძლია მთავრობას გააკეთოს და უნდა გააკეთოს. გამოსწორდება მსყიდველობით უნარიანობა აიწევს ბაზრის სხვათა შორის. პროგრესული გადასახადი უნდა შემოიღო. 1000 ლარამდე მე აი 700 ლარი მინიმუმ, მაგრამ რეალურად 1000 ლარამდე საერთოდ არ დავბეგრავდი მე. იმიტომ რომ საარსებო ხელფასი ეკო არ არის რომ მე რაღაცა კარგად ვიცხოვრო და გადავდო მუთაკაში. იმ ფულს ხომ თალიანად ხარჯავს, ხო, ის ადამიანი ვინც იღებს. ანუ ბაზარზე გამოდის. აი მე მაღაზია მაქვს პირობითად, ჩემთან მოვა რაღაცა სიყიდეს, შენთან მოვა რაღაცა სიყიდეს. ხო, აი ესეთი ბრუნვაში უშვებს და ის 1000 ლარი წლის ბოლოს 3.7 ბრუნვას აკეთებს. იმის 1000 ლარი წლის ბოლოს ბუღალტრულად არის 3700 ლარი. და ამიტომ ამ ღარიბებს და ესეთ შედარებით ლაით ღარიბებს რაც მეტ ფულს მიცემ, ის ეკონომიკას გიქოგავს, იმიტომ რომ მუთაკაში არ ინახავს და ვისაც 20,000 აქვს, იმან შეიძლება მუთაკაში შეინახოს. შეიძლება არ შეინახოს, ახლა რაღაცა ააშენოს, ეგეც არ არის თლათის. ამიტომ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვახერხებთ. ახლა ჩვენ ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ამ ხელისუფლებამ შემოიტანა, შედეგად მივიღეთ რა, რომ გაიზარდა თითქმის 2 წლით სიცოცხლის ხანგრძლივობა. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 73 წელი, უფრო ნაკლებიც იყო სააკაშვილის დროს, ეხლა არის 75 წელი. ამან განაპირობა ეს ბავშვების სიკვდილიანობა იკლებს და მაგრამ საკმარისი არის თუ არა, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მაგალითად ევროპაში კრეტაზე მაგალითად 83 წელია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ანუ ჩვენზე 8 წლით მეტი. დაფინანსებას აქვს თავისი ფორმულები. ცნობილია ეს ყველაფერი, სპეციალისტებმა იციან, მშპ-ს რამდენი პროცენტი უნდა დახარჯოს, სპეციალისტები ამაზე როგორ ჯანმრთელობა კარგად იყოს დაცული და ასე შემდეგ, რა პრევენციული ზომები. მოკლედ, რეალურად შენი კითხვას მაინც უნდა დაუბრუნდე და მაინც უნდა ვნახოთ ყველაზე ეფექტურად რომელმა მოდელმა იმუშავა ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ხო? ჩემი აზრით ეს აქ გამოვყოფთ მე ორ მოდელს. სამ მოდელს უფრო სწორად. პირველი ეს არის საუკუნეების მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნის შეერთებული შტატები, სადაც ნუ აი რაღაც არნახული ბუმი ჰქონდათ განვითარების და ტექნოლოგიების ინდუსტრიული რევოლუციის, ეს ერთი. მეორე ეს იყო სტალინის პერიოდი, როდესაც კერძო საკუთრებაც კი იყო დაშვებული არტელების სახით. და მესამე ეს ჩინური მოდელი, სადაც სოციალისტური სისტემაც მუშაობს, გიბრიდული სისტემაში და კაპიტალისტურიც მუშაობს და ოღონდ სტალინი და ჩინეთი განსხვავებით თავშოთ ბრეჟნევის, ხრუშჩოვის და სხვა ეპოქებისგან რასაკეთებენ, რომ იმ ზრდას, რომლითაც სახელმწიფო იზრდება, თავშოთ შემოსავლები, ეკონომიკა, აუცილებლად მოსახლეობაზე ამას ასახავენ. და შედეგად ახლა 90-იან წლებში შენს გახსოვს და მეც მახსოვს აქ ჩინელები იყვნენ $100 თუ გადაუხდიდე ხელფასს სიამოვნებით იმუშავებდა და ახლა ჩინეთში $1400 საშუალო ხელფასი ქალაქებში. სოფლებში $1200 საშუალო ხელფასი. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად სოციალური ვალდებულებები, ხელფასები, პენსიები მიაყოლოს ეკონომიკის ზრდას, იმიტომ რომ ხალხი კითხულობს, კი, გაიზარდა 10%-ით ეკონომიკა, მაგრამ აბა მე რა მეტყობა. აი ეს ასე უნდა დაატყო რა, აი ამ მთლიან ახლა გაიზარდა 10%-ით ეკონომიკა. 10% ვერ გაზრდა ხა რა თქმა უნდა ხელფასებს და პენსიებს, მაგრამ რაღაცა 3-4%-ით მაინც ხო შეიძლება მიაყოლო რა. აი ეს ნიუანსებია და ეხლა სად მივდივართ შენ ეკონომიკურად ჩვენ არსად არ მივდივართ. ჩვენ არ არსებობს ქართული გეგმა განვითარების. ქართული კონცეფცია, როგორ უნდა განვითარდეს, მაგალითად სოფლის მეურნეობა, მაგალითად მანქანათმშენებლობა, მაგალითად თევზჭერის დარგი,
არ არსებობს ეს არავის არ დაუწერი. არსებობს მხოლოდ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის შექმნილი რაღაცა ჩარჩო დოკუმენტები, რომლითაც შენ უნდა იარო. და ამ გზით რო დავდივართ უკვე 30 წელია. ამან გამოიწვია რა, რომ საგადასახადო ბალანსი გვაქვს სულ მინუსში. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი შრომითი რესურსები იაფასიან მუშახელად მიდის უცხო ბაზრებზე. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენგან გაიზარდა ფერადი ლითონი, მეტალი, ხეტყე, რაც კი რამე გვაქვს, მარგანეცი, ოქრო, სპილენძი. და აქ არ ხდება მისი გადამუშავებაც კი. ტექნოლოგიური ჩამორჩენა უზარმაზარი, ანუ რეალურად ჩვენ ვერ ვითარდებით. ვითარდება რეალური სექტორი, ნულოვანი განვითარება, რაღაცას და არის, მაგრამ ხალხი რაღაცებს წვალობს, ამ ხელისუფლების პირობებში ეხა ესენი ავტომატით არ მიდენ და არ არეკეტებენ. და მარტო იმიტომ, რომ ანუ ხელს არ უშლიან, მარტო იმიტომ იზრდება რაღაცები, მათ შორის რეალური სექტორის, მაგრამ ეს არ არის ისეთი ხარისხობრივი ზრდა, როგორც უნდა იყოს. ამ დროს აი სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი რას ამბობენ, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. არ უნდა ჩაერიოს და ეს არის ყალბი მოწოდება, ეს არის ყალბი ნარატივი, სახელმწიფო პირიქით კი არ უნდა ჩაერიოს, სახელმწიფო უნდა დაგეგმოს და მე კერძო სექტორი უთხრას, რომ აი მე მინდა სიტყვაზე თევზჭერის განვითარება, აგერ არის კრედიტი, ჩამოიყვანეთ თევზჭერი გემები ან აქ ააშენეთ. ხაგერ ქარხნის ფულიც და ერთი დარგი უნდა განავითარო. ხალხი საქმდება, პროდუქტი იქნება, რეალური სექტორი იზრდება, შემოსავლები, გადასახადები მოდის და ის კრედიტები, რომელსაც ეხლა იღებ გვირაბების და ხიდების სამშენებლოდ, ის კრედიტი იმდენი აღარ დაგჭირდება, შენ გაქვს უკვე შენი შემოსავალი. და ყოველ 4 წლედები, 5 წლედები ხო იყო, ეხლა ჩინეთის 5 წლედით მუშაობს, სამხრეთ კორეა 5 წლედებით მუშაობს, 4 წლედებით ფორსტები. იაპონიამაც ეგ გადაიღო. ანუ დაგეგმვა, რომელსაც სახელმწიფოს გარდა ვერავინ ვერ დაგეგმვა. ხა მე და შენ დავუშვათ კერძო პირები ვართ, ხო? და გადავწყვეტეთ ფული ვიშოვოთ. მოვაგროვეთ რაღაცა ფული, სიტყვაზე 10000 შენ და 10000 მე და წავედით გავხსენეთ მაღაზია, ხო? რომ ფული ვიშოვოთ. მე და შენ ქარხანას ხო ვერ გავხსნით. ანუ ცოდნა არ გვაქვს. სადრავი დაზგავიყიდოთ, ეს არ ვიცით, როგორ ვამუშაოთ, რაღაცები. და ასია ძირითადად და სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს, რომ ეს მაღალტექნოლოგიური რეალური სექტორი, მრეწველობა და ეს ყველაფერი დაიგეგმოს და ალბათ რეალიზაციაც. რა თქმა უნდა, ბაზრები სახელმწიფო ამერიკის მთავრობა აი მე ხა მუშავე ამერიკელებთან და ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც საელჩოს ურეკავს, აი მათთვის არის VIP პერსონა. ელჩი გადადებს ყველა საქმეს და პირველივე შესაძლებლობის დროს შეხვდება ბიზნესმენს და მეერე ლობისტურ იმას, იმიტომ კი არა რაღაცა ფულს იღებს იმ ბიზნესმენის, იმიტომ რომ მათი კოდექსია ასეთ ქცევის ნორმაა და ინსტრუქციაში უწერია, რომ შენ ამერიკელ ბიზნესმენს უნდა დაეხმარო. და მიდიან მინისტრებთან, იქ აუკეთებენ რაღაცებს, ამ პრობლემა თუ აქვს მოუხსნიან, უცდილობენ რომ მოუხსნან. აი ესე უნდა მუშაოს სახელმწიფომ. ეს შემორჩენილი აქვს ხოთაშორის ამერიკას თავის ბიზნესს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბიზნესებთან განსაკუთრებით საშუალო ფენაზე დგას სახელმწიფო ყველაზე დიდი დამსაქმებელი საშუალო ფენა, პირველი სართულები, შეღავათები მათ ჭირდებათ. ნუ ჩვენთან აი ეს არის, გეგმა არ გვაქვს. სახლს ვაშენებთ, მაგრამ არ ვიცით როგორს. ხო, არ ვიცით. და რა იქნება საბოლოო ჯამში, დაინგრევა თუ დარჩება. და საბოლოო ჯამში პრინციპში რო ავიღოთ ისე რომ აი ზოგი იძახის რომ სოციალისტური ამბავი და სოციალური მოწყობა უნდა იყოს ისე რომ ესენი მაინც არაფერს არ აკეთებენ დაუშვათ ეს კერძო საკუთრება ვისაც აქ და უკან უნდა გამოისყიდოს ან უკან უნდა წამოიღოს მთავრობამ ხელისუფლებამ ეს ამბავი და თვითონ ამუშაოს ეს ქარხნები იქნება თუ რა იქნება და მაგრამ აი იმ ქვეყნებში რაც მე ვახსენე ხო პრინციპში კერძო სექტორი ქმნის დოვლათს და მე საბოლოო ჯამში ეს დოვლათი ნაწილდება უკვე შესაბამისად შეძლების დაგვარად ისე რომ ყველა დონეზე იყოს გადანაწილებული და აი ამ ხელა განსხვავება არ იყოს სიღარიბეს და სიმდიდრეს შორის. ხო, შენ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა იყოს?
უნდა წამოიღოს ეს ისე? მე ვფიქრობ, რომ მე ვფიქრობ ასეთ რამეს. ეხლა დღეს მაგალითად ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილმა უნდა შექმნას რაღაცა კვლევითი ცენტრი, ლაბორატორია თუ ინსტიტუტი და აქვე მოკრიბოს საქართველოში არსებული დარგების მიხედვით ყველაზე ტვინიანი და ყველაზე წონადი მეცნიერები და პრაქტიკოსებიც მოიწვიოს მსოფლიო მასშტაბის ტვინები, გადაუხადოს დიდი ხელფასი, მაგალითად ეკონომისტი, მაგალითად ინდუსტრიალისტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი და აი ეს სამუშაო ორჯერ საქართველოს რა თქმა უნდა აქცენტი ქართულ ინტელექტს და დარგების მიხედვით უნდა შემუშავდეს გეგმა განვითარების. ოღონდ ეს გეგმა სადღეგრძელოების კრებული კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს დროში გაწერილი. აი ეს საწარმო გაიხსნება სიტყვაზე ქსანში, ეს საწარმო ლაგოდეხში, დაასაქმებს ამდენ ადამიანს, ხელფასები იქნება ეს, გამოუშვებს ამდენს და ვასაღებთ ამას ამ ფასად იქ. კონკრეტულ ქვეყანა იქნება თუ შიდა ბაზარი თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დათვლადია, ეს არ არის. ხო, მაგრამ საწარმო თვითონ მთავრობის უნდა იყოს თუ კერძო ეს აი რო განისაზღვრება რო გჭირდება სიტყვაზე ჭიხების დამამზადებელი კერამიკული საწარმო, იმიტომ რომ იქ ქსანში გვაქვს თიხა პირობითად. ამას შემდეგ უნდა მიაყოლოს მთავრობამ გრძელვადიანი იაფი კრედიტი და გამოაცხადოს ტენდერი. აი მე მაქვს აგერ კერამიკის ქარხნის პროექტი გასაკეთებელი, რომელიც ჯდება პირობითად 3 მილიონი $. 10%-ს ვინც ჩადებს, ვიწვევ ყველა იმ ხალხს და შეასრულოთ ეს პროექტი. აი ამ ფორმით უნდა, ანუ ეს აგაშენა რომ ერთმა ესე იგი გრძელვადიანი იაფი კრედიტზე დავედით მაინც და იმ მახრჩობელა კრედიტებზე და პროცენტებზე, რასაც საქართველოში ვხედავ და რაც საქართველოში არის, ანუ პირველ რიგში ეგ არის, ხო, გამოსასწორებელი და დასაწევი, ხო, ქვემოთ, მაგრამ რაღაცა ვერ ხდება ეს და რატო ვერ ხდება? აი ნაწილობრივ ეს კეთდება, აი მაგალითად პროექტი არის საწარმოე საქართველოში. ხო, რომელიც ასე ოღონდ მან როგორ არის? შენ თვითონ აცხადებენ რაღაც პრიორიტეტებს, შენ მიიტან პროექტს და გეუბნებიან, რომ აი შენი კრედიტი თუ ბანკი გაძლევს კრედიტს ლარებში 14-15%-ად, მე 11%-ს გადაგიხდი. და შენ რეალურად იხდი 3-4%-ს წლიურს. ეს ნორმალი კარგი მოდელია, მაგრამ პრობლემა არის რა, რომ ეს საწარმოე საქართველოში ზიან და თვითონ კი არ გეგმავს სახელმწიფო რა სექტორი უნდა განვითარდეს და როგორ კომპლექსური დაგეგმვა არ ხდება. იქ იურისტები და რაღაცა პოლიტოლოგები ზიან რა, ძირითადად. არამედ ხალხისგან ელოდებიან ინიციატივას და ხალხი ორგანიზებული ინიციატივა ვერ მოვა. ეხლა ფრაგმენტულად ვიღაცას რაღაცა კაი რაღაცა მოუნდება და გამართლების კოეფიციენტი არის მე რო გადახედო რომ საწარმოეს საქართველოში გაკეთებული საწარმოები მე რა ბედი ეწია. აი იქ ისურათი საინტერესოა, იმიტომ რომ ზოგი დაიხურა, ზოგი სხულზღაფავს, ზოგი წარმატებულია. არა, მე ვიძახი მაინც ისეთ აი ხალხის დამახრჩობელ ბანკებზე რა, რომელიც მილიარდობით მოგებას დახულობენ ყოველწლიურად და აქ უდიდესი პროცენტები და აი მასიურად რაც ხდება, ეხლა შეიძლება აი ნახე, ინდუსტრიისთვის დიდი პროცენტი არ შეიძლება. აი 4-5 შეიძლება იყოს მისაღები მაქსიმუმ წლიური. ეხლა ნახე, საქართველოში საბანკო სისტემაში ქართველების ფიზიკური პირების მოდი ასე ვთქვათ პროფესორად დეპოზიტები შეადგენს 21 მილიარდ $. გამდიდრდა ქვეყანა. ნუ ყველა არა რა თქმა უნდა. აი პრობლემა ეგ არის, არასწორად არის გადანაწილებული არასამართლე. 21 მილიარდი $. ოფიციალურად დეპოზიტები დევს საქართველოს ბანკებში. რომელშიც უხდიან 4%, 4 და რაღაც, ნუ მაქსიმუმ რაღაც 5-5%-ს არ უხდიან დეპოზიტის ინტერესს. ეხლა სახელმწიფო მაგალითად ნორმალური სახელმწიფო რას იზამდა? შექმნიდა საფონდო ბირჟას და შეინგინა ქარხნის გაკეთება, მაგრამ არ ყოფნის კაპიტალური დაბანდება ფული. გაიტანდეს სააქციო საზოგადოების ფორმას მიცემდი, დაიტოვებდი შენთვის რაღაც სამართა 20-25%-ს და დანარჩენს გაიტანდი შესთავაზებას, რომ აი ეს პროექტია დაწერილი, მაგრამ ჰაშტაგის ყველაფერი და შენს აქციებს იყიდი და ხალხი ანუ Edward Futures-ი ანუ გიდებს წინასწარ ჯერა შენი პროექტის და შენ მე ამ სახალხო მოგროვილი ფულით აკეთებ ქარხანას. IPO პრინციპში, ხო? IPO წინასწარი. crowdfunding-საც ეძახიან ამას, ხო? ეს ერთი მოდელი. მეორე, გაქვს ქარხანა, მაგრამ გინდა განვითარება.
გაფართოება იქ ახალი დანადგარი გინდა ჩამოიტანო იაპონიიდან, კორეიდან, იტალიიდან არ ყოფნის საბრუნავი საშუალებები. გამოგაქვს ემისია და საფონდო ბირჟაზე ყიდი შენს აქციებს და ხალხი ეუბნები რომ მე გადაგიხდით 7-8%-ს. იმიტომ რომ აი ესეთი ბრუნვა მაქვს და ესეთი მოგება მაქვს 20%-იანი მოგება. და ხალხი იყიდეს ამას. ანუ ეს ბანკები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ საფონდო ბირჟა მოსპონ. ეს იმიტომ რომ საფონდო ბირჟა საბოლოო ჯამში არის რეალური სექტორის დაფინანსების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი, რაც ამ კაპიტალისტურ სამყაროს შეიძლება რომ მოიფიქრო. ესეც პრობლემაა და ნუ ბანკებს ურჩევნიათ რომ ყველა სხვა წასაღები ფული არ იყოს არსად, ყველამ შეიტანოს ბანკში და თვითონ ბანკმა გააკეთოს ხალხის ფულზე ფული მოგება და ფული. ანუ გახჩობენ რა, პრინციპში რა და ეს დახჩობის ამბავი რაღაცნაირად როდემდე უნდა გაგრძელდეს მე არ ვიცი რა, ეს გამოწურვა ხალხიდან ყველანაირი რესურსის და საბოლოო ჯამში თვითმკვლელობამდე მიყვანის ესე არ უნდა იქცეოდნენ ხო არც ქვეყანაში ბანკები და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში სადაც ძალიან სიდუხჭირია, ძალიან გაჭირვება, სადაც მართლა აფხელა სხვაობა მდიდარს და ღარიბს შორის და მოკლედ არ უჩანს ამას დასასრული რა. ახლა თან ევროპაში როგორ არის იცით მაგალითად ვინც ვერ იხდის კრედიტს ხო რაღაცა ვერ იხდის ბიზნესი არ წაუვიდა ან სამსახურიდან გაათავისუფლეს რაღაც პერიოდის მერე პატიობენ ჩამოწერენ როგორც უიმედო ვალს საქართველოში ეგეთ რამე მე აი პრეცედენტიც კი არ ვიცი ერთი აი ბოლომდე მართლა როგორც შენ ამბობ ატყავებ თანაც მოგება არის ესეთი ევროპაში საბანკო სექტორის მოგება არის 7-8% საქართველოში 23 ანუ სამჯერ აი რამდენი ესე იგი მაგიტომაც არის რა ირაკლი რომ აი იმის მაგიურად რომ ხო აი აფხელა ის ხო არის განსხვავება ხომ დიდარს და ღარიბს შორის და თან რა არის რომ ამ დიდარ ადამიანები ძულთ გესმით აი ეს სიტუაცია რომ ამ დროს რაც უფრო ბევრი დიდარი იქნება მით უფრო ღარიბიც კარგად უნდა იყოს ხო ესეთია სიტუაცია რაც უფრო მდიდრდება ქვეყანა და მდიდრდება ხალხი ქვემოთა სიტუაციაც უფრო და ანუ ამ შემთხვევაში ვერ ხდება რა ვერ ხდება და ვერც მოხდება იმიტომ რომ ეს ღარიბი კაცი რო უყურებს ამ სიტუაციას როგორ იშოვე შენ ამ ქვეყანაში ან რა რითი იშოვე ხო თუ არა რაღაც შენი სვიაზებით შენი კონტაქტებით შენი იმითი შენ რატო შეულობ მე რატო ვერ შეულობ და აი სულ ეს სიტუაცია მიდის და აი სიტუაცია როგორ უნდა მოხდეს ისე რომ პირიქით ხალხმა იგრძნობს რომ რაც უფრო მეტრი მდიდარი იქნება მით უკეთესად ვიქნები მე არსებობს გია მოდელები ჩინური სამხრეთკორეული აი მე მაგალითად მომწონს თურქეთის ეკონომიკური სასწაული რომელიც 80-იანი წლებიდან მოახდინეს თურქეთმა რა გააკეთა რამდენიმე ბანკი დაარსა სახელმწიფო ეს იყო სოფლის მეურნეობის ბანკი ეს იყო სამრეწველო განვითარების ბანკი ეს იყო საგარეო ვაჭრობის დაფინანსების ბანკი ამ ბანკებით გასცა იაფი გზელვადიანი სესხები და თურქეთში რა ვიცი ავტომობილი მშენებლობა უამრავი ქარხანა და რაღაცა გაკეთდა ხო ანუ ტრილიონს გადააჭარბა ამის თურქეთის ეკონომიკამ და ხალხი დასაქმდა ხელფასებია მაღალი ინფრასტრუქტურა დაფინანსდა და შემდეგ როდესაც განვითარდა ხო საბაზო ბაზა შემდეგ გაყიდეს ეს ბანკები, ნე აქციები. რაღაცა დაიტოვეს, პატარა ნაწილი სახელმწიფოს მაინც ქონოდა ეს პულსი თითი. იგივე არის გასაკეთებელი საქართველოში, ანუ სახელმწიფო ბანკმა უნდა შეუქმნას კომერციულ ბანკებს კონკურენცია. სოფლის მეურნეობის ბანკი აუცილებლად გასაკეთებელი და სამრეწველო განვითარების ბანკი ეს ორი აუცილებლად. მესამე შემდეგ ეტაპზე უკვე ვიცი ესეც იყო ხო საადგილმამულო ბანკი ილიასი მაგი იყო ხო სოფლის მეურნეობის ბანკი იყო სოფლის მეურნეობაში სისტემა არის სრულიად ქაოსი ხდება არაფერი უბრალოდ არაფერი არ ხდება იმიტომ ქაოსი აი აზერბაიჯანმა დაალაგა მაგრა დაალაგა სოფლის მეურნეობა ხო მარტო პამიდორს ყიდის მაშინ რუსეთის ბაზარზე 360 მილიონი დოლარის როგორ გააკეთეს ესე იგი უზარმაზარი მაცივრები და სასაწყობე მეურნეობები ლოჯისტიკური ცენტრები შექმნეს აქაც და გასაღების ბაზარზეც რაღაცას 200 ჰექტრიანი საწყობები აქვს და თავისივე საწყობში მიაქვს რა და ყიდის
აქაც საწყობი, იქაც საწყობი. აი ეს სისტემა იყო საწყობი. პროფკავშირები, ბოდიში, ცეკავშირი იყო რაღაცა მსგავსი. თურქებმა ცეკავშირის სისტემა განავითარეს. როგორი საინტერესო მოდელი აქვთ. აქვთ ეს ჩვენთან როგორ აი ეს USAID მსხვათა შორის დააფინანსა პატარა მაცხოვრები 100 ტონა, 120 ტონა რაღაცა ესე. და ეს ჩანასახში არასწორი გადაწყვეტილებაა. 100 ტონიანი მაცივარი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი რა. უნდა გააკეთო 3000, 4000, 10000 ტონიანი მაცივარი. და ყველამ იქ მიიტანოს. და არა იქ ცალ-ცალკე რაღაც პატარ-პატარა. ჩემი აზრით აქაც დივერსია საბოტაჟია, იმიტომ რომ სპეციალურად კეთდება ეს პატარა რაღაცეები, რომ არ იმუშაოს. მაგალითად, თაფლის საწარმო, გადამამუშავებელი საწარმო. თაფლის გადამამუშავებელი საწარმო ჩადგეს შიდა ქართლში. ერთადერთი ადგილია, სადაც თაფლი არ არის. და ესე იგი სამეგრელო მეგრელებმა უნდა სამეგრელოს თაფლი უნდა ჩამოიტანონ გორში გადასამუშავებლად. ამ დროს სამეგრელო მიაქვს თავს. აი ესეთ არ გეგონოს რომ ეს შტერობით კეთდება და სისულელეებით. ეს გეგმაზომიერა. ის ვიღაცა შემსრულებელი მართლა სისულელეა, მაგრამ ვინც დაგეგმა ეს, იმან იცის რას აკეთებს. ვითომ გეხმარება, მაგრამ გღუპავს რა და დროს გაკარგვინა. ჩვენ ვართ თურქეთის დანამატი სოფლის გასაღების ბაზარი. ყვების მრეწველობის დარგით, სოფლის მეურნეობის დარგით და ეს შეთანხმება როგორც ჩანს სოფლიო ბანკის და ამ სტრუქტურების საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებშია სავარაუდოდ და არ გვაძლევენ განვითარების საშუალებას. ბენდუკიძე ხო გვასწავლიდა შენ ესე იგი რაც ძვირი გიждდება არ უნდა აწარმოო თურმე. უნდა შემოიტანო ვისაც იაფი უждდება. ეს აი ტრამპის იმ პროექტში 2025 რაც არის ხო ეს რასელ ვუტმანაც შექმნა და სხვებმა პიტერ ნავარომ და ასე შემდეგ. იქ წერია რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის რიკარდო იყო ესეთი ბრიტანელი ეკონომისტი რიკარდოს თემა იყო ეგ რომ ლიბერალური თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ და ამერიკელები ამბობენ რომ ეს არის ყალბი ჩვენ აგერ გადავიტანეთ მთელი ინდუსტრია იმაში ჩინეთში, მექსიკაში, ჩინეთში და დღეს ამერიკა ესე იგი ვალებში იხჩობა. ხო, პროცენტებს იხდის ამ ვალის მომსახურების და ასე შემდეგ. და იგივე თემაა ჩვენთანაც, არ შეიძლება ასე გაკეთება. თავისუფალი ვაჭრობა, ეხლა ხელისუფლება ამაყობს, რომ 16 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. უпроსტად ქვეყანასთან გაცილებით მეტი, იმიტომ რომ მარტო ევროკავშირთან 27 წევრია, ხო იქ. ეს ამით ეს ამაყო არ არის, ეს არის სისულელი. თავისუფალი ვაჭრობა შენ როცა მაღალ განვითარებული ქვეყანა ხარ, კი ბატონო, აწარმოებ ბევრ რაღაცას და შენ გაწყობს, გაიტან, გაყიდე, პულსი შოვე. მაგრამ როცა არაფერს არ აწარმოებ, ის თავისუფალი ვაჭრობა შენთან არ განავითარებს არაფერს. ეკონომიკის არც ეცსპეროს და მომსახურების ეკონომიკა ვერ შემოიტანს დოვლას. მომსახურების ეკონომიკით ну აი ეს სალონები და ყვავილების რაღაცა მაღაზია და ეს ამით სიმდიდრეს ვერ შექმნა. ბოლო-ბოლო ის პარიკმახერს მაკრატელი რაც ჭირდება, იმაში გარეთ ხო უნდა გაიტანო დოლარი და იყიდო რომ შემოიტანო ის მაკრატელი. ის მაკრატელი ფუშტება, მეორე უნდა შემოიტანო და რის ხარჯზე ხდება ეს კომპენსირება? 16 მილიარდზე მეტი არის იმპორტი. 5-6 მილიარდია ექსპორტი, 10 მილიარდიანი, 11 მილიარდიანი მინუსი გვა ყოველ წელს. რის ხარჯზე ხდება? ეს არის ჩვენი მონური შრომა უცხოეთში. ამის ხარჯზე, იმიტომ რომ ისინი ფულს გვაგზავნიან, ჩვენი ბუნებრივი რესურსების ხარჯზე, ტყე გადის, რაღაცა მადნები გადის და ასე შემდეგ და მაინც მინუსში ვართ მე კიდე ვალი გვედება. 23 მილიარდია უკვე საერთო საგარეო ვალი, რომელსაც 400-დან 700 მილიონ დოლარამდე ყოველ წელს პროცენტებს ვიხდით. აღებული რო შეადარო ახლა ზუსტად ციფრს ვერ ვიხსენებ, მაგრამ პროცენტებში იმდენი გვაქვს გადახდილი, რომ აღებული იმდენი შეიძლება არ გქონდეს. ესეც ვალის კაბალა ქვია. ედება და ედება ამას კიდევ ვალი, კი ბატონო. და ახლა მეც არ მომწონს ახლა ეს ვიცე-პრემიერი იყო ამერიკაში ჩასული, შეხვედრები ჰქონდა სავალუტო ფონდთან, ისევ სოფლიო ბანკთან. ანუ ისევ გვტოვებენ ამ ნეოკოლონიალურ მოდელში. ეს ნეოკოლონიალური მოდელია, ვაშინგტონის კონსენსუსი ეგრეთ წოდებული. მაგითი მოახჩვეს თავის დროზე არგენტინა და ლათინურ ამერიკას გასაკანს არ აძლევდნენ სწორედ ამ მიდგომით. ეხლა ჩვენ ვართ ამ პარადიგმაში და ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ გამოსვლას და მე მაინც მინდა რომ რა ვიცი ხელისუფლებამ გადადგას მკვეთრი ნაბიჯები
სადაც ვიწროა იგაწყდეს პრინციპი და თუ ამდენი იბრძოლი ახლა და სუვერენიტეტი მოიპოვე, ბარემ თავარი გააკეთე, თავარი ეკონომიკა, თავარი რასაც აწარმოებ, რას ვაჭრობ, ეგაა თავარი. ბაზა ეგ არის. და ეხლა იქ რაღაცა ურსულა ფონ დერ ლაიენის იდეოლოგიები და ეს ულტრალიბერალური გიჟობები. არა, ფაქტია რომ რაღაც ეს ჩვენი მთავრობის ამერიკაში ვიზიტები, ხო, ეკონომიკის მინისტრის გინდაც თურნავას ბანკის ესე ვთქვათ ეს სოფლიო ბანკთან ვიზიტები და ასე შემდეგ რაღაც პროცესები დაიძრა. რაღაც პროცესები დაიძრა და მე მგონი დაიძრა ისე რომ ფაქტიურად რაზე შეიძლება იქ მიდიოდეს ლაპარაკი და დაუშვათ აი რა შეიძლება ჩვენთვის სასიკეთო დღეს წამოვიღოთ იქიდან თუ ისევ რაღაც ულტიმატუმების ენაზე გველაპარაკებიან როგორ ფიქრობ შენ რომ რაღაცები დავთმოთ დაუშვათ იგივე აი ხა ეს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ის რომ მიდის პროცესი რომ მიდის ამის გადადება ხო არ ხდება საბოლოო ჯამში ნახეთ ხო განცხადებები რომ რა გადავდოთ ისევ ხალხმა გამოუტანოს განაჩენი 10ჯერ გამოუტანა ხალხმა განაჩენი რაღა უნდა გამოუტანოს ხო დაუშვათ გამოუტანა კიდე განაჩენი და არჩევნებში საკრებულოში დაჯდა ნაციონალური მოძრაობა მე როგორ აპირებენ აკრძალვას აი ეს მაინტერესებს ან დაუშვათ კაი თავი დავანებოთ აქ როგორ ფიქრობ რა ლაპარაკები მიდის ის შეიძლება რომ მიდიოდეს ისევ იმაზე ლაპარაკი რომ დაუშვათ გადაარჩინონ რაღაცნაირად ნაციონალური მოძრაობა მე რასაც ვაკვირდები და ირიბ ინდიკატორებით ლოგიკურად გამომყავს ასეთი აზრი ჩემთვის რომ აქტიურად არის დიალოგი დაწყებული შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას შორის. პირველი ასე ვთქვათ ტრიგერი ამის იყო ელჩი დანიგანის შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან, რომელიც ასევე ეკონომიკის მინისტრია. სწორედ ის მიიწვიეს შეერთებულ შტატებში ხაზინის დეპარტამენტში, ხვდა სახელმწიფო დეპარტამენტს და სოფლიო ბანკს და სავალუტო ფონდს. და ამავე დელეგაციაში იყო ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დიალოგი არის დაწყებული, ელჩმა დანიგანმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, მოსაზრებები გადავეცითო ხელისუფლებასო იმ პირველი შეხვედრის შემდეგ და რომ ეხლა რა არის მოთხოვნებში, ან თხოვნებში თუ რეკომენდაციებში თუ წინადადებებში, მე რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ესე იგი მაშველი რგოლი ალბათ გადაისრულეს, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ერთი თვით გადაწია ეს. ვითომის კომისია უნდა გაუგრძელოთ ვითომ ვერ ასწრებს ის კომისია და რაღაცა, ნუ გამოგონილი რა თქმა უნდა საბაბი. თუ ეხლა შეერთებული შტატები ცდილობენ ამ მეხუთე კოლონის დაცვას, ნუ ხელისუფლება მე მგონი აქ გამჭვირვალედ უნდა იმოქმედოს. გამოაცხადონ რეალურად ხოვენ რომ აი გადავარჩინოთ ისევ ნაციონალური მოძრაობა და ნუ ამაზე ხალხს თავისი რეაქცია ექნება. უკან ჩაყოლა ამ კონკრეტულ ნაწილში არ ღირს რა ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა გადაწყდეს საქართველოში რომ მეხუთე კოლონა საერთოდ უნდა მოუსპოთ. ერთი ანეკდოტი მახსენდება რა კაცი მიდის ყოველ დღე დილას ჯიხურთან გაზეთების ჯიხურთან. დახედავს გაზეთებს არ ყიდულობს წავა. და ნუ გადის თვე ერთი წელი ორი წელი და ბოლოს ეს გამყიდველი ეკითხება რომ კი, მაგრამ არ ყიდულობთო და რატო ნახულობთ ამ გაზეთებსო და რასელ მე ველოდები ნეკროლოგსო. კი, მაგრამ თქვენ არ ყიდებთო ხელსო არ შლით გაზეთსო ნეკროლოგები ბოლოშია ხოლმე. არა, მე რომელ ნეკროლოგსაც ველოდები ის პირველ გვერდზე უნდა იყოს. ხო და აი მაგ ნეკროლოგს ველოდებით რა ჩვენს ხო? რომ ეს მეხუთე კოლონა რომლის ფლაგმანია ეს ნაციონალური მოძრაობა, რომ წავიდეს რა, გაქრეს. იმიტომ რომ აბსოლუტურად დესტრუქციული ძალაა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და ჩვენ შეერთებულ შტატებთან თუნდაც იმ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის წინააღმდეგი ხო არ ვართ ახლა პირიქით მაგრამ რაღაც უფრო პატივისცემაზე რო იყოს დაფუძნებელი ესეთი ურთიერთობები ისიც გვესმის რომ პატარა ქვეყანა ვართ ის გიგანტია ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გათვალისწინება ჩვენი მხრიდან არის საჭირო, მაგრამ უფრო პარტნიორული რო იყოს ურთიერთობები, რა არის ამაში ცუდი და ვერ მოახერხებს ამერიკის დიპლომატია ჩვენს დიპლომატებთან ურთიერთობის გარკვევას თუ რა, ეხლა გაცილებით დიდი სკოლა და გაცილებით მეტი გამოცდილება. არა გინდა თუ არა ეს აგენტურა და ეს გაფუჭებული ხალხი
ესე იგი პოლიტიკურ სისტემაში არ უნდა წავიდნენ კომპრომისზე არავითარ შემთხვევაში მე მგონია. იმიტომ რომ არ დამთავრდება ეს პოლიტიკური სიტუაციაც ვერ გაჯანსაღდება ვერანაირად. იგივე რაღაცა მოგვიწევს 2008 წლის არჩევნებში, 28 წლის არჩევნებშიც. გესმის? არ თუ ეგენი არ გვანებებენ თავს რომ გავაჯანსაღოთ ჩვენთან პოლიტიკური სიტუაცია, ხო? მაშინ ჩვენც არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე რა, არც ერთ ვარიანტში. აბსოლუტურად გეთანხმები გია. აი ხა ამ რაღაცა ურთიერთობა რაც დაიწყო შესაძლოა აქ რაღაცა საშუალედო ვარიანტი იყოს არჩევნებიც კი შეიძლება წელს არა მომავალ წელს ან რაღაცა ასეთ ფორმით და რომელიც ჩემი აზრით სხვათაშორის ამ თუ იქნება რიგარეში არჩევნები შესაძლოა სულაც არ იყოს კარგი ცუდი რა გაგებთ იმიტომ რომ კონსტიტუცია არის შესაძლებელი ამ კონსტიტუციაში ისეთი რაღაცები წერია ჯერთი რეგიონებს უფლებები არ აქვთ სულ ცენტრიდან იმართება ყველაფერი. რეგიონი რო განვითარდეს, უფლება უნდა მიცე რო განვითარდეს და თვითონ შექმნას გეგმები. რა თქმა უნდა შეთანხმებით, მაგრამ ეს ერთი, მეორე, რა ვიცი, ანაკლიის სპორტიდან დაწყებული, დიდუბის ვაგზლით დამთავრებული ყველაფერი კონსტიტუციაში წერია. ახლა პორტი, სადგურები და ესენი ხომ უნდა ვწეროთ იმაში. მეორეც, ამ ევროკავშირში წევრობა არ არის კონსენსუსი. ბევრს არ უნდა ევროკავშირის წევრობა, ასეთი ლიბერალური ევროკავშირის წევრობა. ესეც საკითხია ნატოს წევრობას რა მოყვა აგერ უკრაინისთვის ხო ნახეთ და ჩვენთვის 2008 წელს ეგეც ის არის ხო ანუ საკითხია რომლის გამო შეიძლება ერთი აგური კიდე მოგვხვდეს თავში და მთელი რიგი რაღაცები მაგალითად ორპალატიანი პარლამენტია საჭირო მაგალითად მაჟორიტარული სისტემაა საჭირო და არა ეს პარტიული სისტემა სადაც ერთი კაცის ფანკლუბები არის ძირითადად ბევრი საკითხია, ამიტომ საკონსტიტუციო კოალიცია რო იქნას ამ რიგარეში თუ 28 წლის არჩევნებში ეს ქვეყანას სჭირდება. განვითარებისთვის სჭირდება უბრალოდ. სხვანაირად ვერ განვითარდება ეს კოალიციური მთავრობები, რომელსაც გვახვევენ გარედან თავს. ეს არის არასტაბილურობის ფუნდამენტი და ეს არის გარედან მართვის საუკეთესო ბერკეტი. როგორ მართავენ ახლა აი მერცი მაგალითად ხო ახლა მერცი იძულებული არის რომ კოალიცია ჩამოაყალიბოს მის მთავარ მეტოქეს სოციალისტურ დემოკრატიულ პარტიასთან, ანუ შოლცის პარტიასთან. ეს ხო ნონსენსია, ხა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა და იმასთან ერთად აკეთებ კოალიციას. და მე როგორ ხდება მართვა ახლა იქ მწვანეებია, ეს სოროსის პარტია არის, მწვანეები გერმანიის. მწვანეებს აქვთ რაღაც 10 თუ 11% რა, ცოტა. ეგენიც შევლენა კოალიციაში და მე მართულ პარტიას კი არ ეპარტნიორება უცხოეთის ის მართვისცენ. აგერ ყველაზე პატარა პარტიაზე ეუბნება რაღაცა შეურიგდება და თუ ის არ დაეთანხმება ის დიდი, ამ პატარა პარტიის მეშვეობით უშლის კოალიციას და მთავრობას ამხობს თავს. კი ბატონო. აი ეს უნდა საქართველოში გააკეთონ, ამიტომ იბრძვიან კოალიციისთვის და კოალიციაში შევა ვიღაცა ალია ელისაშვილის მსგავსი. ეს უცხო დაზვერვის რა ვიცი მე ოფიცერი და ენთუზიასტი მსგავსი ვიღაცა და სამკაციანი, ხუთკაციანი ფრაქციით დაგიშლის მთავრობას და ამას შეიძლება ქუჩაში გამოსვლები მოყვეს, მერე ის მოყვეს დესტაბილიზაცია ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება. არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, ან პატივისცემით გვეპყრობიან, რა თქმა უნდა ზომაწონის გათვალისწინებით, ან ეს ახლა მეხუთე კოლონა, რომელიც საუკუნეა ახლა კოლონიალური მარწუხებით რომ მართავ ქვეყანას. არა, ეს თუ არ ჩაეხსნა პოლიტიკურ სივრცეს, ხო, გამორიცხულია, ნუ ახლა წყლის ნაყვაა შემდეგი არჩევნების ჩატარებაც რა. კი ბატონო. ერთი და იგივე წრე არის რა, 30 წლიანი წრე არის, ეს უნდა ჩაიხსნას და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩემი აზრით სახელმწიფოს მიდგომის, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი თქვა და რას თქვა უნდა გააკეთოს, ხო? ამას არ ჭირდება ჩემი აზრით გადადება, გადმოდება და ყოველ შემთხვევაში კიდევ არჩევნებში მონაწილეობას რო აძლევ და ხალხს ეუბნები რომ კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს ქართველმა ხალხმა, ხო? ქართველმა ხალხმა 10-ჯერ დაუმტკიცა რა და რა უნდა დაუმტკიცოს ეხლა შეგელოდებით რა და ვირისობა შევიდნენ ეხლა მოიგეს ის არჩევნები რაღაც გარკვეულწილად საკრებულოში ხალხი მე როგორ გაგრძალა ამას თუ საკრებულოში შევუშვი მე როგორ უნდა რაღაცა დილემის წინაშე იყენებენ თავს და მე მგონი რომ პირდაპირ და გადაჭრით უნდა ითქვას თუ წავედით ამ გზაზე რომ პირდაპირ და გადაჭრით მაშინ უნდა წავიდეთ პირდაპირ და იქ აღარ შეიძლება რაღაც ენის მოჩლეკვა და თუ შენ ამას არა მაშინ კი ბატონო მე ამას დავთმობ
ეს არ შეიძლება რა, ეს ჩანს ძალიან კარგად და ძალიან ცუდ რეაქციებს იწვევს ხალხში რა. კი ბატონო. გეთანხმები, აბსოლუტურად. დიდი მადლობა ირაკლი, მოკლედ გაგვივიდა დრო, დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ მინდა რომ ესე ვთქვათ, დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა ყოველ შემთხვევაში ეს დიდრებზე და ღარიბებზე და სხვათა შორის ესე იყო ილე ჭავჭავაძე ბანკში რო წავიდა და ბანკი რო დააფუძნეს ესე ვთქვათ სათავადაზნაურო ბანკი ეგრეთ წოდებული საადგილმამულო ბანკი მაშინ უწერდა ხალხი რომ ხალხს გაეციო პასუხი ჩოთქი ძირს დადე ილია წავა წამოვა ყოველი დარჩება განდეგილიაო ანუ ვერ იტანდნენ მაშინაც რა ბანკში მომუშავე ილიას და საერთოდ ბანკირების ესეთი მიდგომა ბანკირების მიმართ ეს არა ახალია ძველია რა და ახალი არ არის და თუ ადამიანები შესაბამისად სიმართლეში ჭეშმარიტებაში და ამ დოვლათის სწორ გადანაწილების პირობებში ცხოვრობენ მაშინ ესეთი აგრესიაც კი არ უჩნდებათ ფულიანი ხალხის მიმართ და აი ესე უნდა მოეწყოთ ეს ქვეყანაც ალბათ რომ აი ეს აგრესია რომელიც არის გაჩენილი ფულიან ხალხსა და ღარიბებს შორის ეს ძალიან უნდა შემცირდეს მით უმეტეს იმ პატარა ქვეყანაში რასაც საქართველოს გვია 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში თორე ეს თუ გაიზარდა ტრისას პირიქით ადამიანებს უნდა გქონდეთ შინაგანი ის გზნობა რომ თუ რაც უფრო მეტი მდიდარი იქნება ქვეყანაში მით უფრო თვითონაც კარგად იქნება და ის ფენაც კარგად იქნება რომელსაც ესე ვთქვათ დაბალი ფენა ქვია საზოგადოებაში სიღარიბის კუთხით დიდი მადლობა ყურადღებისთვის მოკლედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან პრინციპული და ძალიან მაგარი და პატრიოტი ადამიანია ლიდერია და მე ვფიქრობ რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერია თავისი ხალხისთვის ყოველ შემთხვევაში ორბანი და მე მგონი რომ უნდა მიბაძოს მას ჩვენმა ხელისუფლებამაც და ყველა იმ ადამიანმა ვის თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იბრძვის ესე მგონია მე ყოველ შემთხვევაში და აქეთ უნდა ვიაროთ თუ მართლა ნამდვილი და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი გვინდა დიდი მადლობა ყურადღებისთვის კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა ირაკლი ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე გამოცემა ანჰერდი წერს, რომ ევროპა, როგორც უკრაინა, უძლურია რუსეთის წინაშე, ამიტომ მას მოუწევს ტრამპის გეგმის გაზიარება. გამოცემა წერს, რომ მოსაზრება თითქოს დღევანდელი ევროპა თავისი დანაწევრებით და მერკანტულობის შეძლებს რუსეთთან ომის წარმოებას და მით უფრო ამ ომში გამარჯვებას სრული ბოდოა. შეერთებული შტატების გარეშე ევროპა და უკრაინა დამარცხდებიან, ამიტომ მათ სხვა გზა არ აქვთ, თუ არა ის, რომ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ბოლო რედაქციამ ევროპა შოკში ჩააგდო. გასულ კვირაში გამოქვეყნებული ვერსია ითვალისწინებს, რომ შეერთებული შტატები ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებს, სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს კი დე-ფაქტოდ უკრაინას ნატოში გზა დაეხურება, სანქციები გაუქმდება და ბოლოს შეერთებული შტატები რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას დაიწყებს. ევროპელები წამით მაინც რომ დაფიქრებულიყვნენ და განეხილათ ადგილებზე შექმნილი სამხედრო სიტუაცია, ისინი ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში მიხვდებოდნენ, რომ უკრაინა ვერ იმარჯვებს, აღნიშნავს გამოცემა. დაიმახსოვრეთ, რომ ზელენსკი იმ ხელს კვენს, რომელიც მას აჭმევს, განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა დევიდ საქსმა. ის არარეალისტურად უყურებს უკრაინის პერსპექტივას, როგორც ბრძოლის ველზე და ყირიმის დაბრუნების თვალსაზრისით, ასევე იმ მხრივ თუ საიდან მისდის მხარდაჭერა. ამიტომ ჩემი აზრი ამ თემაზე ძალიან მარტივია. თუ კი ზელენსკის რეალობის დანახვა არ უნდა, მაშინ მან უნდა ეძებოს ახალი მფარველები. მაშინ სტრამერი და მაკრონი უნდა დაეხმარონ. ისინი ამბობენ, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ სინამდვილეში არ შეუძლიათ და ვერ შეძლებენ. რასიზმ როგორც ჩანს მათ უკეთ იციან. ბრიტანული Daily Mail წერს, რომ საზოგადოებას კვებავდნენ ტყუილი პროპაგანდით უკრაინის და რუსული საფრთხის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ჩემს პროფესიაში მე დიდი ხანია შევეჩვე იმას, რომ მთავრობები ტყუიან და სხვებსაც აიძულებენ მათ მაგივრად მოიტყუონ. ესაა ის, რაც ახლა ხდება, მაგრამ მე იშვიათად მინახავს ასეთი მასშტაბის ტყუილი, რომელსაც ახლა ვაწყდებით. საეჭვო ვინმე მიცოდეს სიმართლე უკრაინის შესახებ ამ ქვეყანაში.
მსგავსი არაფერი მომხდარა მას შემდეგ, რაც გვატყუებდნენ ერაყში ინტერვენციის შესახებ და იგონებდნენ, რომ იქ მასობრივი განადგურების იარაღი არსებობდა. მატყუარები ამხილეს და მათ დასკვნების გამოიტანეს, უფრო დახვეწილად ტყუიან. ჩვენ არასოდეს განგვიხილავს უკრაინის კრიზისი, მისი სათავეებიდან, ვინმეს ხელისუფლებიდან ოდესმე უთქვა სიმართლე, სად, როდის და რატომ დაიწყო ეს ომი? არა. ვინმეს უცდია მისი ახსნა, თუ რატომ უნდა ჩართულიყო ამ ყველაფერში ბრიტანეთი, ჩამოშლილი ბრიტანეთი, რომელიც თავად კრიმინალშია ჩაფლული და ნაგავს და ვირთხებს მიაქვს. არა, არასოდეს უცდიათ. თქვენ პროპაგანდისტული სისულელეებით კვებავდნენ დემოკრატიის, თავისუფლების და მოგონილი რუსული საფრთხის შესახებ. ესაა ის ტყუილის ნაწილი, რომელიც თქვენთვის არაერთხელ უთქვამთ. სტატიაში შემდეგი მთავარი აქცენტებია. დასავლეთში ამბობენ, რომ ომი პროპორციული არ იყო, მაგრამ რუსებს არაერთხელ მოუთხოვიათ ნატოს გაფართოების შეწყვეტა აღმოსავლეთით რუსეთისკენ. ცოტა ომია ისტორიაში, რომელსაც ნაკლებად პროვოცირებული შეიძლება უწოდო. ამ მოთხოვნებმა პიკს მიაღწია 2007 წელს, როდესაც პუტინმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა მიუნხენის კონფერენციაზე. მან ნატოს გაფართოებას უწოდა სერიოზული პროვოკაცია, რომელიც ურთიერთმდობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებდა. ისეთ ხისტ კაცს, როგორც პუტინია, მსგავსი რამ თქვენთვის ჰაბში გვიან ღამით რომ ეთქვა, თქვენ მიიღებდით ამას გაფრთხილებად. ის ხომ სერიოზულად აღშფოთებული და თუ კი თქვენ ჩხუბი არ მოგინდებოდათ, ხომ დაიხევდით უკან, დაიხევდით, მაგრამ ჩვენ არ დავიხევთ. 2008 წლის აპრილში ბუშმა განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინა ნატოში წევრობის გზას დაადგეს. ომის მხარდაჭერმა ლიბერალების გაზეთმა გარდიანმაც კი დაწერა მაშინ, რომ დიდი ალბათობით ეს კრემს განარისხებდა და ასეც მოხდა. ვფიქრობ, ომის გზას სწორედ ამ მომენტიდან დავადექით. ტერიტორიული დათმობები უკრაინის მხრიდან ომის დასრულებისას გარდაუვალია, წერს ტელეგრაფის სტატიაში ბრიტანული ანალიტიკოსი რიჩარდ კემპი. ექსპერტის აზრით, რუსეთს გადამწყვეტი უპირატესობა აქვს და დამღლელ სამხედრო კამპანიაში დომინირებს. როგორც ჩანს, უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს. თუ არა აწარმოოს მოლაპარაკებები ტრამპის ბოლოდროინდელი სამშვიდობო წინადადებების ან რაღაც მსგავს საფუძვლებზე. ეს მოიცავს იმ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, ფაქტობრივად დათმობას, რომელიც უკრაინამ უკვე დაკარგა რუსეთის წინეხის ქვეშ, წერს კემპი. მისი თქმით, დასავლეთის მომავალი ძალიან პირგუშად გამოიყურება, ნატომ თავისი უძლურება აჩვენა. Financial Times-ი წერს, რომ სტივი ოტკოპის დანიშვნამ ამერიკელ დიპლომატიაში ძრავის როლი შეასრულა. გამოცემა წერს, რომ უტკოპს და ტრამპს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. პრეზიდენტის წარმომადგენლად მშენებლობის დანიშვნა, რომელსაც არც დიპლომატიის განათლება აქვს და არც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ყველა გააკვირვა. თუმცა ექსპერტები აღიარებენ, რომ ამან ამერიკელ ელიტაზე ცივი შხაპის ეფექტი იქონია. ამერიკელ მილიარდერს და მშენებელ ინვესტორს უტკოპს რთული დავალება მისცეს. მისი ამოცანაა მშვიდობის უზრუნველყოფა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება და ახლო აღმოსავლეთში ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება. იცით მე ეს რას მაგონებს მარალაგაში კლუბის მისაღებებს. პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციებს აღფრთოვანებით ამბობს ამერიკელი მილიარდერი. ის იქ თავად იგონებს ყველაფერს, როგორც ნამდვილი არქიტექტორი და დიზაინერი. მაგიდას და ამ მსხვდომი დიპლომატები მსგავსი შედარებების მოსმენისას სიცილს ძლივს იკავებენ, მაგრამ ერთი ასეთი ფრაზაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან ტრამპს და უტკოპს. ამ ორმა კაცმა ცხოვრება ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბიზნესის დაძაბულ ატმოსფეროში გაატარა. ისინი რამდენიმე ათწლეულია მეგობრობენ. შარშან ნოემბერში ოტკოპის დანიშვნით დონალდ ტრამპმა ყველა გააკვირვა, როგორც ვაშინგტონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ მთელი ამერიკული დიპლომატიისთვის ძრავის როლი შეასრულა. კრიტიკოსები უტკოპს აღწერენ, როგორც არაფრის მცოდნეს უცხოეთში, უწოდებენ მას გამოუცდელ და უწიგნურ დიპლომატს. თაყვანისმცემლები კი რბილად აღნიშნავენ, რომ სტივის გამოცდილება გადაჭარბებულად შეფასდა. ამ დისკუსიის პასუხად ტრამპის უფროსმა შვილმა, უმცროსმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. საგარეო პოლიტიკის ეგრეთ წოდებულმა ექსპერტებმა ბოლო წლებში დაამტკიცეს თავიანთი ბევრი ხმამაღალი მარცხით, რომ ამ საქმისთვის გამოუსადეგრები არიან. სტივი კი დადებითად გამარჯვებულია და მას აქვს იმაზე მეტი ნიჭი, თავშეკავება და საღი აზრი, ვიდრე ერთად აღებულ ყველას მის კრიტიკოსს.
მანამდე კიევში ტრამპის გუნდმა აღშფოთება გამოიწვია, როდესაც კონფლიქტის შეწყვეტის პროექტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა ყირიმი რუსეთის ნაწილად უნდა აღიაროს და იმავდროულად აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი მოსკოვის კონტროლის ქვეშ დარჩება, წერს გამოცემა. უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრო კულოვამ განაცხადა, რომ უკრაინელების საქმე ცუდად მიდის, ამერიკა წავიდა. როგორც სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ამერიკა წავიდა. ჩვენ ვეღარ გვექნება ამერიკის იმედი ვერც ახლა და ვერც უცოტა საშუალო ვადიან პერსპექტივაში. იმის მერედაც კი, როდესაც ტრამპი წავა, დიახ, ამის აღიარება მძიმეა, რადგან ჩვენ სხვა იმედები გვქონდა. ახლა კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. მინდა ასევე ყველამ გაიგოს ერთი რამ. დიახ, პარტნიორობის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მოდელისთვის ამ მასშტაბის ომის წარმოება შეუძლებელია. CNN-ის ცნობით პუტინმა უამრავ ამერიკელ პრეზიდენტს აჯობა, მას მოხიბლოს და შეშინებაც ერთ ამოსუნთქვაზე შეუძლია. ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების და დეტალების ოსტატია. ტრამპისთვის პირველ ადგილზეა მოსკოვთან ურთიერთობის სტაბილიზაცია და არა კიევის დახმარება. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი ცნობილია იმით, რომ მოხიბლოს და შეშინებაც ერთ ამოსუნთქვაზე შეუძლია. ტრამპის გუნდი ნაკლებად გამოცდილია რუსეთთან მოლაპარაკებებს, აწარმოებს სტივ ვოტკოფი, რომელსაც დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს. მასთან ახლავს მარკო რუბიო და მაიკ უოლცი, პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც რუსეთთან მიმართებით სერიოზული ბექგრაუნდი არ აქვთ. მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ძალიან გამოცდილი დიპლომატები მონაწილეობდნენ, ლავროვი, უშაკოვი და დმიტრიევი. CNN-ი ასკვნის, რომ რუსეთი არსად გაქრება, ის ყოველთვის შეეცდება გავლენის მოხდენას ევროპის უსაფრთხოებაზე და უკრაინაზე და ყოველთვის გაუგზავნის დასავლეთს გამოწვევას.